ზოგჯერ ტურებიდან ყველაზე მეტად გავლილი გზა კი არა, ის ემოციები გამოხსოვდება, რომლებიც გზაში დავიკრა. ამ ტურიშიც ასე იყო. მქონდა ჩვენი მარშრუტები, გეგმები და იდეები, მაგრამ საბოლოოდ ყველაზე მეტად ის პატარა რაღაცები დავამახსოვდა, რაც გზაში მოხდა. მესტეში საღამოს უბრალოდ გავისინით, კარგად ვჭამეთ და მეორე დილით უკვე ველოსიპედებით საბაგიროზე აღმოჩნდით. თაცვალიდან ზრდამდე 2 საბაგირო გამოვიცვალეთ. ზოგადად ეს საერთოდ პირველი გამოცდილება იყო, როცა ველოსიპედის საბაგიროზე ავიტანეთ. მათ შორის ჩემთვისაც. ზემოთ ნიკოლფალინის ბილიკის სასაწყისით გავიწმინდით. კარგი შეგრძნება, როცა უბრალოდ ბილიკზე კი არ დადიხარ, არამედ დიდი წვრილით შეგაქვს. გაწმენდის შემდეგ ველოსიპედები ავიღეთ და წვიმაში დავუშვით. სველი ბილიკი, ტალახი, სიცილი და ეს ის მომენტი, როცა ხვდები, რომ ცუდი ამინდის სულაც არ ნიშნავს ცუდ დღეს. სვანეთმა მეორე დღესაც გაგვაუძო. წვიმას ველოდებოდით და უცებ ზეგ გამოვიდა. გზაში უშფასაც მოვკარეთ თვალი, მცირედით და ძალიან ლამაზად. ჩემი აზრით, შდუგრას ჩანჩქერი ყველაზე ლამაზი ჩანჩქერია საქართველოში. სადაც 8 კილომეტრი ვილაშქრეთ და დანარჩენი 50 კილომეტრი უკვე ველოსიპედით ვიარეთ. მიუხედავად აღმართებისა, ეს გზა ძალიან ხალისით გავიარეთ. უკან თავარი გზით მოგვიწია დაბრუნება, გზაში საინტერესო რაღაცები ჩაგვხდა. ასევე ბავშვებმა მსხალი გვაჩუქეს, რამაც კიდევ ერთხელ გაგვახარა. ეს ის მომენტებია, რომელიც ყველაზე მეტად გვამახსოვდება ტურებში. ბოლო დღეს ქვემო სვანეთისკენ გადავინაცვლეთ. ნაწილი ლათფარის უღელტეხილზე წავიდა. ჩვენ კი ზაგაროს უღელტეხილს გავუყავით. ბევრი დაშვება, ულამაზესი ხედები, პატარა სოფლები, ლენტეხი და სიმშვიდე. სვანეთის ეს მხარე ძალიან ლამაზია და საკმაოდ ცარიელიც. სვანეთში ჩვენ კიდევ დაბრუნდებით და სხვა მრავალფეროვან ბილიკებსაც განახებთ. ჩვენი 4 დღიანი ველოტური ძალიან ლამაზი მზის ჩასვლით დავასრულეთ.